ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2018 წელი ამოცანა ნომერი 59. ნახატზე გამოსახული კარუსელის ბრუნვისას სკამის საწყისი დონიდან ავიდა d სიმაღლეზეო, ამასთან გვეუბნებიან, რომ თავისუფალი ვარდნის საჩქარება არის ჟ, დაჭვების მასა უგულებელყავითო და განსაზღვრეთო აქ 4 კითხვა გვაქვს. მოცემული და მაგაზე პასუხის გაცემას გთხოვენ ახლა ჩვენ. პირველი ეს არის ჯაჭვების ვერტიკალიდან გადახრის კუთხის ტანგენსი გვაინტერესებს. ხო, მოდით აი ამ კუთხეზეა ხო საუბარი. აი ეს ალფა კუთხეზეა საუბარი და მოდით ასე მოვიქცეთ, აი ამ მართკუთხა სამკუთხედს თუ განვიხილავთ, აი ამ მართკუთხა სამკუთხედს ნახეთ. ეს მართკუთხა სამკუთხედი განვიხილოთ, მოდით. ასე. აი, ეს არის მართკუთხა სამკუთხედი, ხო? და ეხლა რა იქნება? აი ეს სიმაღლე, აი ეს სიმაღლე. თუ დავაკვირდებით, ეს თუ არის აწეული d-თი, მაშინ ესეც d იქნება, ხო? ესეც d არის. ამასთან z კარუსელის ზედაჭერიდან აი ამ წერტილამდე, აი აქამდე მანძილი რამდენი იქნება? მთლიანად არის 5d, ღეროს იმის სიგრძე, რა ქვია, ძაფის სიგრძე არის 5d და ეს თუ d არის და მთლიანად 5-ია, მაშინ ეს 4d გამოგვდის, ხო? ეს 4d გამოგვდის. ეხლა თავიდან 5d იყო სანამ გადახriდნენ ამ ჩვენს სკამს და გადახრის შემდეგ ეხლა ძაფის სიგრძე არ გაიზრდებოდა, ხო? დარჩებოდა ისევ 5d. შესაბამისად, ამ მართკუთხა სამკუთხედში ერთი კათეტი არის 5d, ჰიპოტენუზა არის 5d და აი ეს გამოგვდის 3d. პითაგორას თეორემას თუ გავიხსენებთ, 4d² + 3d² გვაძლევს 5d². ნუ პითაგორას რიცხვებია, ხო? 4, 3, 3, 4 და 5 პითაგორას რიცხვებია, ამიტომ ეს უნდა იყოს 3d. და მივიღეთ მართკუთხა სამკუთხედი და ეხლა ამ მართკუთხა სამკუთხედიდან უკვე პირდაპირ შეგვიძლია დავწეროთ პასუხი ახლა ჩვენ, პირველი, ტანგენს ალფა. ტოლი ყოფილა მოპირდაპირე კათეტი 3d შეფარდებული მიმდებარე კათეტთან, ალფას მიმდებარე კათეტთან, 4d-სთან. ეს d-ები შეგვეკვეცა, შეგვიძლია აღარც ჩავწეროთ და ტანგენს ალფა გამოგვივიდა 3/4-ის ტოლი, ხო? კი ბატონო, ეხლა გადავიდეთ მეორეზე, რადგან გვეკითხებიან, მეორე ეს არის რა რადიუსის წრეწირზე მოძრაობს ეს ჩვენი სკამიო, ხო? ეხლა აი ცენტრის გარშემო მოძრაობს, ხო? აი ამის გარშემო მოძრაობს ეს ჩვენი ტრიალებს, ზემოდან თუ დავხედავთ, ზემოდან ამ ჩვენ კარუსელს, ეს ის არის მიუნიშნებს, რომ საათის ისის საწინააღმდეგო მხარეს მოძრაობს, საათის მოძრაობის საწინააღმდეგოდ და რადიუსი იქნება, აი სწორედ აი ეს იქნება რადიუსი. მოდით კარგად დავხაზოთ, ეცდები. აი ეს არის რადიუსი. ეხლა აი ეს აქედან ცენტრიდან, აი აქედან, აი ეს არის, აი ზემოთ თუ დავაკვირდებით, ეს თუ 3d არის, მაშინ ესეც 3d იქნება, ხო? აქეთაც 3d არის და ჯამში გამოგვდის რადიუსი რისი ტოლი? ამ 3d-ს კიდე 3d ემატება და ესე იგი რადიუსი ჩვენ გამოგვივიდა 6d-ს ტოლი, ასე. კი ბატონო, ეხლა შევხედოთ რა გვაქვს მესამე სკამის ცენტრისკენური აჩქარება გვაინტერესებს. ხო, ეხლა ეს ჩვენი სკამი წრეწირზე მოძრაობს და ვეცდები ეხლა წრეწირი შევეცდები რომ დავხაზო. აი ასე ბატონო ჩემო, მედია გამომივა რამე. მოდით თავიდან ცოდოთ, იქნება დავხაზოთ კარგად. აი ასეთი წრეწირი გვაქვს, ხო? კი ბატონო, ეხლა ძალიან გამიქცა ეს წრეწირი. აი ესე ბატონო, აჰა, მგონი რაღაცა გამოვიდა. აი ასე წრეწირზე მოძრაობს, ხო? მოძრაობს, რატომ მოძრაობს? ეხლა გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ აი აქ მოქმედებს ამ სკამზე ქვემოთ მიმართული mg სიმძიმის ძალა, ასევე თოკის დაჭიმულობის ძალა t. ამ t დაჭიმულობის ძალა და mg-ს თორქმედი ანიჭებს ამ ჩვენს სკამს ცენტრისკენურ აჩქარებას, ხო? და ნუ ჩავწეროთ რის ტოლი არის, ესე იგი t თორქმედი რო ჩავწეროთ, აი ამ სკამზე მოქმედი. t ძალა მოქმედებს ერთი ეგ არის და მეორე რა ძალა? mg სიმძიმის ძალა მოქმედებს, რომელიც ამ ჩვენს სკამს, მასის სკამს ანიჭებს ცენტრისკენურ აჩქარებას და ნიუტონის მეორე კანონიდან გამომდინარე, ამათი ტოლქმედი ტოლი უნდა იყოს მასისა და აცენტრისკენული აჩქარების ნამრავლის. ახლა ჩვენ მინდა ცენტრისკენური აჩქარება და მოდით განვიხილოთ ორი შემთხვევა. პირველი ეს არის შემოვიტანოთ y ღერძი, ასე, ეს იყოს y ღერძი. აგრეთვე შემოვიტანოთ x ღერძი, რომელიც მივმართოთ ცენტრისკენ, ესეც x ღერძი იყოს ეს, ცენტრისკენული
აჩქარება რო აქეთ ცენტრისკენ არის მიმართული, ეგეც ჩავწეროთ ასე. და მოდი გამიხილოთ გეგმილები ახლა, ხო? y ღერძზე რო გამიხილოთ ახლა გეგმილები, რა გვექნება? y ღერძზე ეს კუთხე თუ არის ალფა, აი ეს კუთხე ალფა და აი ეს კუთხე არიან შიგა ჯვარედინა კუთხეები. ამიტომ ესეც ალფა იქნება. შესაბამისად, t-ს გეგმილი y ღერძზე იქნება t კოსინუს ალფა, დამატებული არა, გამოკლებული mg. რატო გამოკლებული? იმიტომ რომ g თავისუფალი ვარდნის აჩქარების ვექტორი ქვემოთ იყურება y ღერძი მის საწინააღმდეგო. შესაბამისად, y ღერძზე რომ ვიხილავთ გეგმილს, უარყოფით, ნიშან შეიცვალს გეგმილი, ხო? ტოლი არის ახლა ცენტრისკენული აჩქარების გეგმილი გჭირდება y ღერძზე, მაგრამ ცენტრისკენული აჩქარება x ღერძის გასწვრივ არის მიმართული. y ღერძის გასწვრივ საერთოდ არ იყურება. შესაბამისად, ცენტრისკენულ აჩქარებას y ღერძზე საერთოდ არ აქვს გეგმილი და პირდაპირ იქნება ეს ნულის ტოლი. ნუ აქედან ჩვენ გამოგვივიდა, რომ t კოსინუს ალფა უდრის mg-ს. ნუ საიდანაც t-ჯერ კოსინუს ალფა რა იქნება? კოსინუს ალფა იქნება მართკუთხა სამკუთხედიდან მიმდებარე კათეტი, გამრავლებული ეს 4d შეფარდებული ჰიპოტენუზასთან, 5d-სთან. 5d. ეს d-ები შევიკვეცა, ეს უდრის mg-ს და აქედან ესე იგი გამოვდის, რომ ჩვენ y ღერძზე დაგეგმილება მოგცა საშუალება, რომ დაგვედგინა რის ტოლი არის ეს ჩვენი დაჭიმულობის გზალის CDD 5mg/4 გამოვდის, ხო, აქედან 5mg/4. კი ბატონო. ახლა მოდი x ღერძზე გამიხილოთ გეგმილი. x ღერძზე დაგეგმილება რა აქვს მოგცემს? უკვე t-ს გეგმილი იქნება t სინუს ალფა. ამას კიდე, ნუ mg ემატება, მაგრამ g გეგმილი საერთოდ x ღერძზე საერთოდ არ აქვს გეგმილი, y ღერძის საწინააღმდეგოდ არის მიმართული 0 იქნება, ამიტომ შეგვიძლია აქაც დავწეროთ. ეს ტოლი არის m-a ცენტრისკენულის. ნუ ცენტრისკენული აჩქარება x ღერძის გასწვრივ, x ღერძის გასწვრივ აგეგმილებ, შესაბამისად ნიშანს არ შეიცვლის. საიდანაც ნუ t ვიპოვეთ, აგერ t ნაპოვნი გვაქვს, ჩავსვათ, ესე იგი გვექნება 5mg/4. კიდე გამრავლდება სინუს ალფა მართკუთხა სამკუთხედიდან არის. უკვე იქნება მოპირდაპირე კათეტი, რომელიც 3d-ია, შეფარდებული ჰიპოტენუზასთან, 5d-სთან. ეს ტოლი არის m-a ცენტრისკენული. d-ები შევეკვეცა, 5-ები შევეკვეცა, მასები შევეკვეცა, ხო, მასები შევეკვეცა და საბოლოოდ რა დაგვრჩა, ესე იგი ჩვენ აქედან დაგვრჩა, რომ a ცენტრისკენული ტოლია ყოფილა რამდენი? ეს 3/4-ის, ხო? 3g/4-ი, შეიძლება დამოგცემს 3g/4-ი. კი ბატონო, 3g/4 გამოგვივიდა. დავწეროთ მესამეში, ესე იგი ჩვენი a ცენტრისკენული ყოფილა 3g/4-ის და მეოთხეში ვეკითხებიან კარუსელის ბრუნვის კუთხურ სიჩქარეს. ხო, კუთხურ სიჩქარეს რაც შეეხება მეორე მხრივ, ნუ თუ გავიხსენებთ, რომ a ცენტრისკენული აჩქარება ეს არის ომეგა კვადრატ r, კუთხურ სიჩქარესთან ამ 100 არის დაკავშირებული ომეგა კვადრატ r, ხო? ეს ტოლი იქნება აქედან უბრალოდ აქედან გამოვდის, რომ ომეგა კვადრატი უდრის a ცენტრისკენული შეფარდებული 1-თან, ეს უდრის, ნუ a ცენტრისკენული ნაპოვნი გვაქვს, ესე იგი 3g/4 კიდე უნდა გავყოთ რადიუსზე, რომელიც რამდენი იყო? 6d-ია ნაპოვნი გვაქვს, ხო? 6d-ზე. ეს კიდე უნდა გაიყოს 6d-ზე, ანუ გამრავლდეს 1 შეფარდებული 6d-სთან. ესა და ეს შეგვეკვეცა, აქ დაგვრჩა ჩვენ 2, ანუ ეს ტოლი გამოგვდის g შეფარდებული 8d-სთან. აჰა, ანუ ომეგა კვადრატი გამოგვივიდა g შეფარდებული 8d-სთან, საიდანაც ომეგასთვის მივიღებთ, რომ ტოლია კვადრატული ფესვი g შეფარდებული 8d-სთან. ესე იგი, გამოგვივიდა ჩვენ კუთხური სიჩქარისთვის, რომ ომეგა უდრის კვადრატული ფესვი g შეფარდებული აქ 8d-სთან. ასე.